დღე მშვიდობისა. შუადღე მშვიდობის, მოგესალმებით. სალამი დათადარჩია და მე ლიზა ბაგრატიონი ვიქნებით დღეს თქვენთან ერთად 2 საათამდე. ჩვენ ცოტა ესეთი პარასკევს დღეს უჩვეულო ტანდემი ვართ, თუმცა ძალიან საყვარელია ჩვენთვის პარასკევი, რადგანაც თუნდაც იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი თანაწამყვანები შემოგვიერთდებიან ლიანა მარქარიანი და ჩვენი უმშვენიერესი ქალბატონი ნანა ფაჩუაშვილის დღეა დღეს, ამიტომაც ძალიან გვიხარია როგორც ყოველთვის მათთან ერთად ყოფნა. უმეტესად, რა თქმა უნდა, ხელოვნებას გარშემო ვისაუბრებთ, რაც ასევე განსაკუთრებით გვიხარია მე და დათოს, იმიტომ რომ როდესაც ტექნოლოგიებზე გვაქვს სასაუბრო, ცოტა ვიბნევით ორივე, მაგრამ დღეს უფრო ისე მშვიდად ჩაივლით ჩვენთვის, წყნარად შეგვიძლია ვიყოთ, დაცხა, გაგანია ივლისია, ცოტა დაგვჭა მუშაობა, განსაკუთრებული შემართება გვჭირდება ჩემო დავით, იმიტომ რომ რაც უფრო ცხელა და რაც უფრო ახლოვდება დასვენების პერიოდი, მით უფრო გვირთულდება ხოლმე მუშაობა. სხვათა შორის ძალიან რთულია ასევე შვებულების მერე დაბრუნება აი ამ იმაში, თუმცა ეს ჯერ ჩვენგან შორს არის. მოდით დავიწყოთ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემით და საერთოდ მნიშვნელოვანი თემით იმდენად, რამდენადაც ქართველი არტისტები, ქართველი ხელოვანები, როგორც უფროსი თაობა, როგორც ის დანატოვარი მონაგარი, რაც ჩვენმა დიდ წინაპრებმა დაგვიტოვა, რაღაცნაირად ეს ახალგაზრდები ცდილობენ, რომ ამას ძალიან კარგი სვლაგეზი მიცენ, გაამრავლონ, გაამშვენიერონ სამყარო, არა მხოლოდ საქართველოს. და მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენს ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ევროპასაც ანახონ თავის ნიჭიერება, თავისი თვითმყოფადობა, იმიტომ რომ ქართველებს ნამდვილად გენეტიკურად გვახასიათებს რაღაცა განსაკუთრებული ისეთი რამ, რაც მეტი არავის არ აქვს და სწორედ ორი ასეთი ახალგაზრდა წარმომადგენელი მყავს, ახლა უკვე ყავს მე და დათოს სტუდიაში. ძალიან მიხარია, რომ აქვს ბედნიერება, რომ წარგიდგინოთ ეს ორი უმშვენიერესი ახალგაზრდა ქალბატონი, მარია მეიშვილი და ლიზა დიასამიძე. ისინი ცოტა ხნის წინ მონაწილეობდნენ იტალიურ-ქართულ სახელოვნებო რეზიდენციაში, მათ ერთი თვე გაატარეს ჯობელინაში. ბევრი საინტერესო მოგონებით და გამოცდილებით მოგესალმებით გოგონებო. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენთან ხართ, იმიტომ რომ მართლაც მნიშვნელოვანია თქვენი თანატოლებისთვის, თქვენი კოლეგებისთვის ის გამოცდილება, რომელიც თქვენ გხვდათ რომ გქონოდათ იტალიაში. ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, როგორ ეს ქართულ-იტალიური ასეთი ფორმულირება აქვს, როგორ მოხდით ამ ქართულ-იტალიურ, ასე ვთქვათ, შემოქმედებით კოლექტივში და რა იყო მნიშვნელოვანი, რაც თქვენ იქ ნახეთ და რაც თქვენ იქ გააკეთეთ? დაახლოებით ოქტომბერში იყო ესე შესარჩევივით იყო? შესარჩევი, არა, პრეზენტაცია იყო ჯერ ოქტომბერში. და შევიტყვეთ აკადემიაში, იმიტომ რომ ჩამოსულები იყვნენ იტალიელები პირადად და გვესაუბრეს რა უნდათ და რა წარმოადგენდა საერთოდ პროექტი. და მე ერთი თვე იყო შესარჩევი პერიოდივით, როდესაც ვაგზავნით ამ პროექტებს და შემდეგ უკვე ამ შერჩევითი ამბების მოკლედ შედეგად აგვერდიეს თქვენ იანვარში გავიკეთე. ჩამოვიდნენ და გვითხრესო რა უნდათ და რა უნდათ ლიზა. რა იყო ასე ვთქვათ ამოცანა იყო, რომ ქალაქ ჯიბელინას ისტორიის მიხედვით შეექმნა ხელოვანს ნამუშევარი, რომელიც მის წარსულთან იყო კავშირში და ასევე ეს ნამუშევარი საბოლოოდ ჩვენ ორივემ უნდა დავდგათ არქეოლოგიურ პარკში, რომელიც არის ეჯესტას არქეოლოგიური პარკი და ასევე პარკთან კავშირში უნდა ყოფილიყო და ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო ქალაქის ისტორიის გარდა თესლის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. ანუ რეალურად ბუნებასთან და ისტორიასთან კავშირი, ხო, რომელიც თანამედროვედ არის დანახული. და რა იყო ის, რაც თქვენ მოგაფიქრდათ? აი თქვენი აზრით რითი დაინტერესეთ? მე დარწმუნებული ვარ, რომ კონკურენტები გეყოლებოდათ და აი რა იყო ის ჩანაფიქრი, რამაც თქვენის აზრით რაღაცა განსაკუთრებულობა შეძინა თქვენ პროექტს? ჩემი აზრით მე ერთი სამი ფურცელი მეწერა და პირველ ფურცელზე ზუსტად აი მხოლოდ იმაზე მეწერა, რომ საქართველოს და იტალიას ეს
ძალიან დიდი კავშირი აქვს ამ თესლის და ხორბლის, საერთოდ ხორბლის კულტურის მხრივ და ანუ მაგით დავაკავშირე ასე ვთქვათ იტალიის და საქართველოს გამოცდილებები და ძალიან მინდოდა იმის თქმა, რომ ანუ კი რა თქმა უნდა იტალიაში მივდივარ, მაგრამ ქართველი ვარ პირველ რიგში და მინდოდა ეს კარგად ჩემს პროექტში ასე ვთქვათ გამომესახა. და რა აღმოაჩინეთ მაინც ჯიბელინაში ისეთი რომ როგორც ხელოვანს აი ყველაზე მეტად დაგაინტერესათ. ან იმდენად თანამედროვე იყო თვითონ ქალაქი, რომ აი მე საერთოდ არ მქონდა არანაირი წარმოდგენა, იმიტომ რომ არ რომელი კუთხეა ეს? ხოთშუს არც მე არ სიცილიის რეგიონია. რა თქმა უნდა, თან სიცილიელები და ქართველები ძალიან გავართ ერთმანეთს და ვიზუალურადაც და ტემპერამენტითაც ხო? ხასიათი. ანუ ეს მითი არ არის მართლა კი, და ჯიბელინას რაც გამოარჩევს წელს არის ფაქტი, რომ ისტორიაში პირველად, იტალიის ისტორიაში პირველად იტალიის სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ იქნება თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქი. პირველი იტალიის თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქი. ამიტომაც ტარდება ძალიან ბევრი ფესტივალი და ერთ-ერთი ფესტივალის ორგანიზატორი იყო ჩვენი კურატორი მასიმო მირაბელა და ამ ფესტივალის ფარგლებში ჩვენც შევსრულეთ ჩვენი რეზიდენცია და ნამუშევრები. და მან მოიპოვა დაფინანსებებიც და ერთ-ერთი აი მე ვიყავი თვითონ მასიმოსგან მოპოვებული დაფინანსებით, ეს იყო სეჯესტას პარკის და თვითონ ევროკავშირის დაფინანსება, ეს პირადი რაღაცა და მე დავფინანსა ბათუმის მერიამ და ასევე ახალგაზრდულმა ცენტრმა. და თქვენი ეს ნამუშევარი რაც დაარჩა ჯიბელინას და რაც ძალიან მიხარია რომ დაიდგმება ჯიბელინას პარკში ეს ერთობლივად შექმნით უკვე ერთ-ერთი ნამუშევარი არა ეს არის ახლა რასაც ჩვენ ეკრანზე ვხედავთ ეს არის ნამუშევარი და მაროს ნამუშევარი არის ეს არის ჩემი სხვა ნამუშევრები რაც თიხაში მოხდა ის იყო ხა დავინახე აი ესა ხო ხო ეს და მაროს ნამუშევრები ეს არის მაროს ჩემი არის უფრო ქანდაკება რომელიც დაახლოებით 3 მეტრი გამოვიდა სიმაღლეში და შუაში არის ხორბალი და გარშემო არის ნანგრევების იმიტაცია ხორბალი ხო ხორბალი ხა შენი ხო ლიზა რომ ჩემი არის მოგვიყვე სიცილიური ტერაკოტა და მე ხომ მოგიყვებით იდეას რატომ მომინდა ამ ნამუშევრის გაკეთება ანუ ჯიბელინა არის გამორჩეული იმ ფაქტით, რომ აქ მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა 1968 წელს, რის შედეგადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და მთელი ქალაქი გასწორდა მიწასთან, სოფელი დასახლება. ამის შემდეგ იყო ესეთ მერის ინიციატივით, რომელსაც ერქვა ლუდოვიკო კორაო, მნიშვნელოვანი ფიგურა სიცილიაში, ჩემი აზრით, იმიტომ რომ გადაწყვიტა, რომ სულ ახალი ქალაქი აიშენებინა მოშორებით, ხო. და ეს ქალაქი ანუ რეალურად ძალიან თანამედროვეა, ხო ეს? მიეწვნა ხელოვნებისთვის, ანუ ყველაფერი არის თანამედროვე. ну ეს იყო წინა სიტყვაობა და ეხლა ჩემ ნამუშევრზე მოგიყვებით, მე გამოვიყენე სიცილიური ტერაკოტა და მინდოდა შემოქმნა სკულპტურა, რომელიც რაღაცნაირად დააფიქრებდა ადამიანის კოლექტიურ ან პირად მეხსიერებაზე და რომელიც გვხდება რაღაც ყოველდღიურ ნივთებში და ცხოვრებაში და ჩემთვის თვითონ ეს არის სუფრა, სკულპტურული სუფრა და ჩემთვის სუფრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო როგორც საკვების ირგვლივ შეკრების რიტუალს, არამედ როგორც საგნების ირგვლივ შეკრების რიტუალს ასევე. და ამაზე მინდოდა გამესვა ხაზი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები, ვინც გარდაიცვალა ჯიბელინაში, აღარ არიან ჩვენ გვერდით, ის სუფრაზე დატოვებული ურთიერთობები და რიტუალები, რაც მათ დაგვიტოვეს, გრძელდება. და ასევე ეს ოქროსფერი დეტალები, რასაც ვხედავთ, არის თესლები, რომლებიც ასევე უსვამს ხაზს სიცოცხლის უწყვეტობას და მნიშვნელობას ჩვენ ცხოვრებებში, რომ ნამდვილად ასეა. მარიამ, შენ 3 მეტრის შენ 3 მეტრის ქანდაკებას როგორ დაინახე? ანუ სიმართლე გითხრათ, პირველივე ჯერზე, როდესაც აი ჯერ კიდე პრეზენტაციის დრო იყო, როდესაც უსმენდი, ეგრევე ის აზრი მომივიდა, რომ რაღაცა უფრო მასშტაბური უნდა ყოფილიყო.
ეს არის ხო? ვიდრე მე პატარა. ხორბალი. და ნუ ძალიან სასწავლო არის ფაქტი საერთოდ ჩემი აზრით, რომ მეორე კურსზე ვსწავლობ ფერწერაზე და ქანდაკებასთან ესე პირდაპირ კავშირი თითქოს არ მქონია, ნუ რა თქმა უნდა რაღაც დონეზე მაქვს, ახლა ბავშვებს ვასწავლი ქანდაკებას და ასე შემდეგ, მაგრამ აი ესე პირდაპირ ალბათ თიხიდან მომდიხარ ხო? ბავშვობაში თიხას აკეთებ. და მოკლედ ესეთი ანუ იქ ქონდათ აბსოლუტურად თავისუფალი არჩევანი, ხო? აი რა მასალითაც გინდოდოთ, როგორც გინდოდოთ გააკეთებდით. ეს მნიშვნელოვანია. რა როლი აქვს ეს კოლექტიური მეხსიერების შენარჩუნებას? თქვენ როგორ ფიქრობთ? ჩემი აზრით წარსულის გარეშე მომავალს ფიზიკურად ვერ გააკეთებ და ვერ შექმნი ახალს თუ არ იცი წარსული და ხელოვნებაც შეუძლებელია წარსულის გარეშე იარსებოს საერთოდ და ამ ჩვენი ორივეს ნამუშევრით ზუსტად მაგის გამოსახვა გვინდა და რა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და ძალიან მიხარია, რომ ამ ასაკში ხელოვნების მეშვეობით ამ ბავშვებს, ახალგაზრდებს აფიქრებენ იმ ყველაზე მნიშვნელოვანზე, ალბათ, რასაც ხშირ შემთხვევაში ცხოვრებაც კი არ ყოფნის, რომ დაფიქრდე. ხო, არასდროს არ ვფიქრებდი, რომ 19 წლის ასაკში უკვე მუდმივ ქანდაკებას დავდგავდი იტალიაში, ასე რომ. ამას მართლაც გილოცავთ გულწრფელად. მოსალოცია ნამდვილად. და გილოცავთ იმ დამოკიდებულებას, რომელსაც გაჩვევენ აი ეს ადამიანები, რომლებმაც თქვათ თქვენ აი ამასთან მიგიყვანათ, ამაზე დაგაფიქრათ და მე ძალიან მიხარია, რომ გამოუტყდე. ჩემი ნათლული არის ერთ-ერთი, ვინც სწორედ იტალიაში იქნება წარმოდგენილი თავისი პატარა ჩანაფიქრით, თავისი ახალგაზრდული, ძალიან წრფელი ჩანაფიქრით ორივე ქალბატონს ვულოცავ ამ წარმატებას, იმიტომ რომ ფრთხილად იყვნენ სიცილიელები, ესეთი ორი რამშენი. აბა, ის როგორ დაგვიბრუნეს, რა ბედნიერება. აბა, წარმატებები. ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ.